შენთ ახლა სად ვართ და რაც მოვედით და დავდეგით სანამ ჩაწერას დავიწყებდით, 10 წუთი ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, ისეთ შოქში ვიყავით, მართლა. ახლა ვართ ქვემო ქართლში, ასურეთიდან არის 7 კილომეტრი, კოჯრიდან არის 6 კილომეტრი დაახლოებით და ვართ აი ამ საოცარ მონაკვეთში. კეთიდან 4, ანუ დაახლოებით აი ამ სამკუთხედშია. ხო, სამკუთხედში ვართ და აი ამ მონაკვეთში იდეაში რუკაზე გქონდა მონიშნული კაბენის მონასტერი. აქ ამოვედით და დაგხვდა საოცრება. მე მგონია რომ ისტორიაში ბევრი რამე ვიცი, თუმცა მართლა ბევრი რამე არ მწოდნია, მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი სამეფო რეზიდენცია. ხმამაღლა შეიძლება ვთქვათ, რადგან აქ გადმოცემის თანახმად იყო საზაფხულო რეზიდენცია თამარის პერიოდში. შეიძლება ცოტა ადრე აშენებული იყო, მაგრამ თამარის პერიოდზე და არის საუბარი და აი ყველაფერი აქვს. მცირე ეკლესია, აქ მდგარა ბეთანიის ასლი. აი ნახეთ დაახლოებით. უზარმაზარი ტაძარი შუაში, კი ამ დასახლების შუაში. გარშემო, რა თქმა უნდა, კედლები თავისი დიდი ოთახებით, მოსასვენებელი ოთახებით, არ ვიცი, აი მართლა ემოციას ვერ გამოვხატავთ, არ მქონდა ნანახის სირცხვილი მე, მაგრამ ძალიან მარტივი თბილისთან, აი აქ ყურის ძირში გვაქვს. არსებობს ესეთი ცნობები, გადმოცემა, რომ თამარი გარდაიცვალა კოჯრის ციხეში. მას ტანჯვით მომკვდარა, მაგრამ არა კონკრეტულად კოჯრის ციხეში, ერთ-ერთ სადღაც ციხეში კოჯრის მიდამოებში. ხო, უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს იყო აზეულას ციხე, რომელიც უმეტესობა თქვენგანმა იცით, მაგრამ ის არის სუფთა თავდაცვითი ციხე. მე მგონია და რა ვიცი, ჰიპოთეზა გამოვთქვათ, რა პრობლემაა, ხო? ეს ადგილი შეეფერება და იყო საზაფხულო რეზიდენცია და სავარაუდოდ აქ მისი ჰავიდან გამომდინარე გაატარა სიცოცხლის სავარაუდოდ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები, თვეები თამარ მეფემ. აქ კომპლექსში არის 3 ეკლესია. უпроსტად რეალურად შემორჩენილია 2, გარეთ არის მთავრანგელოზის, რომელზედაც მოგონებით ვისაუბრებთ, ეს არის სიმონ მესვეტის და აქ იყო ღვთისმშობლის ბიძინების დიდი ტაძარი, რომელიც ბეთანის მსგავსი ყოფილა, მაგრამ მხოლოდ კონტურს ხედავთ და არქეოლოგიური გათხრები ნამდვილად არის ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს ადგილი იქნეს გამოკვლეული და არა მხოლოდ ეს. წამოდით ახლა შიგნით შევიდეთ. ეს არის სიმონ მესვეტის სახელობის პატარა ეკლესია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ რა ძალიან საინტერესოა, აი აქ ჩანს კვალი გვიანდელი პერიოდის, შეიძლება ეს არის მე-19 საუკუნე. აი აშკარად, აი შეთეთრებულია. ანუ შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიით. რა თითქოს ანუ საცხოვრებლად იყენებდნენ, შეიძლება მწყემსები იყენებდნენ. მოგეთ, ამ ადგილის დაცარიელება იდუმალებით არის სავსე, სავარაუდოდ გასაგებია რომ შესაძლოა თქვათ, როცა ოქროს ხანის შემდეგ თვითონ ეს რეზიდენცია კარგავს ფუნქციას, მაგრამ მაინც მგონია რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა და ყველაზე საინტერესო არის იქ ჩვენ ბირსაც ვესაუბრეთ ადგილზე, რომ ეკლესია, რომელიც იყო ყველაზე დიდი, სადღაც მე-18 საუკუნემდე ჯერ კიდევ რაღაც ნანგრევები არსებობდა და შემდეგ სრულად ქრება. სრულად ქრება და ახლა წავთ ზუსტად იმ ადგილზე. წავედით. აი ამ ადგილზე, აი სადაც ახლა მე შევდივარ, აი სწორედ სადაც შევდივარ, აქ იყო თავარი ეკლესიის კარიბჭე. კონტურიც ეტყობა და დროინით გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს. ეს იყო ადგილი, სადაც არსებობდა დიდი გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც სასწაულებრივად ქრება. ცნობები არ გვაქვს თუ როდის, რა შემთხვევაში შემოსევა მიწისძვრა და ასე შემდეგ. მაგრამ რა ძალიან ნიშანდობლივია, სავარაუდოდ ამ ეკლესიის ნანგრევების ქვები გამოყენებულია სხვადასხვა ნაგებობების ასაშენებლად უკვე შუა საუკუნეებში ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა, რისი მაგალითიც არის აი ეს დროებითი ფარდული თუ თავშესაფარი, არ ვიცი, წყემსები იყენებდნენ თუ ვინმე სხვა, აი მოდით და ნახავთ ამის დამამტკიცებელ საბუთებს რას.
ნახეთ, ეს ყველა ქვა არის ეკლესიის ნანგრევიდან მოტანილი. აი მაგალითად, აი ერთ-ერთი ჩუქურთმა, რომელიც აქ არის და აი ასევე აი ეს ნაწილი და არ ვიცი, თვითნებურად, მაგრამ როდესაც ეს ხდებოდა, რა თქმა უნდა, აქ არავითარ ძეგლთა დაცვაზე მაშინ საუბარი არც იყო და ჩემ და თავად ძალიან გაკურვებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ სამეფო რეზიდენციები და სასახლეები ძალიან ცოტა გვაქვს საქართველოში. და მით უმეტეს თბილისთან ახლოს და ამ ადგილს ხშირად ვიმეორებთ, ჭირდება გამოკვლევა და კარგად მოვლა და გახდება ძალიან მაგარი მიზიდულობის ცენტრი მთელს ამ რეგიონში. გამოვედით უშუალოდ სასახლის ტერიტორიის გარეთ და აქ გვხვდება ეკლესია. ეს არის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე არის აღმოჩენილი აი ეს ქვის ფილა და მასზე არის წარწერა. ახლა უკვე საკმაოდ დაზიანებული არის. მაშინ, როდესაც ამოიკითხეს ეს ტექსტი, აქედან ირკვევა, რომ ამ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ვინმე გიორგი კაბენმა თამარ მეფის დროს, ანუ მე-12-13 საუკუნეებში. და უკვე დაასრულეს მისმა შვილებმა. ამ ტაძრის და ზოგადად კომპლექსის გვერდზე არის მთელი კასკადი ჩანჩქერების. აი ერთ-ერთს აქედანაც ვხედავთ და უნდა ჩავიდეთ გადავიღოთ. ოღონდ აი ამის სახის შეხედეთ ერთი. აი. ხო, ანუ დავსვოლდით მართლა სხვა მინდი იყო დილას და ახლა საერთოდ რადიკალურად მზე. მოგეთ არ ვართ მომზადებული, ჩემ და სამწუხაროდ, სულ სველები ვართ, მაგრამ ერთ-ერთი უნდა წავიდეს გადასაღებად. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. წავაგებ მეწავალ და შენ გათბები მონასტერში ფეჩთან ან პირიქით. კაი. მაწყობს. მოიცა ჩამოწიოთ. მოიცა ერთ წამი. ევამი თავიდან. ჯეირანი. პირველი წავაგე. ჭაი იყო და ქვა იყო, ხო? არა, არ წაგვიგია. მოიცა ერთ წამს. დავიბენ, დიდი ხანი არ ვითამაშია. ერთ წამი. მოიცა და ერთი წამით არის ეს, არის ქაღალდი და არის ქვა. ანუ მე ჭარს უნდა გამეკეთებინა, ჭარა შუაში იყო. ქვა. ქვა. მიდი. ჯეირანი. თავიდან. მე უნდა წავაგო ახლა ჯეირანი. ჯეირანი. კაგეთ ქვა. მიდი. ესე იგი ერთადერთხელ ვაი მე ხარ ლაპარაკობ. ერთადერთხელ უნდა ჩავაწყოთ, წაგება მოგება და იმასაც ვერ ვაწყობთ. ან ჯერ მართლა ყოველთვის ახლა გადაცემის ფორმატში ვიქნებით გულახდილები მეგობრებო, გადავწყვიტეთ რომ მე უნდა წავაგო. და ვერ ვაგებ. ჯეირანი. მომიგო. აი როგორ არ მინდა, არა და ვინც მიცნობს, ხო მიხვდებით რომ მინდა ძალიან წასვლა ამას ეზარება. ხო, არ მოგეთ გზა გვაქვს, ბილიკის გვაქვს და რამოდენიმე ჩანჩქერია. დროინით იფრინე შენ. არ ნახოთ ხელები მაქვს გაყინე. დრონს არ გაყინება. კარგი, წავედვი.
მოდი ერთ-ერთ ჩანჩქერთან ასეთი რამოდენიმეა, კასკადია. როცა ვიღებთ ეს ამ გადაცემას არის დეკემბერი, შესაბამისად წყლის ნაკადი არ არის დიდი და წარმოვიდგენი აქ როგორი ლამაზია გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისში. ალბათ ბევრად მეტი წყალი მოდის და ბევრად ლამაზია, მაგრამ ახლა ძალიან საოცარია. ის კიდე იზარმაც ჯეირანი ვითომ რომ მოიგო, დრონი დაფრინავს ზევით. დავტოვეთ საოცარი კაბენი და გავეშურეთ მანქანისკენ. გზად გვხვდება რამდენიმე ნანგრევი და პატარ-პატარა ჩანჩქერები. მოვდივარ. ესე დავაგებული ხებია. ჩარჭობილი ვერტიკალურად. მოდი, ეგ არის შესასვლელი, ნახე? კი, ეს არის შესასვლელი აი აქ. ნახე, წრიულად არის ჩარჭობილი. ვერტიკალურად ხები, ნახე? პერიმეტრში. თრიალეთის ქედის განშტოებაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, აი სოფელ ხანთან არის ასეთი მეგალითური ტიპის დასახლებები. შეიძლება რელიგიური ადგილი იყოს, შეიძლება ის რამე სხვა, მაგრამ თრიალეთის კულტურაში ეს საკმაოდ მიღებული იყო, ოღონდ შემდგომ შუა საუკუნეებში ხალხი ამას იყენებდა სამოსახლოდ ან თავშესაფრად ხშირ შემთხვევაში და დაახლოებით არის იგივე რაღაცა. რამდენიმე მენჰირი და გარშემო სწორად შემოლაგებული ქვები. საქართველო არის მეგალითების მექა. მოკლედ რო წამოვედით ჩვენი ბოლო სანახავი ადგილიდან, მოვდივართ, გზა აგვებნა და უცებ აი ეს დავინახეთ მანქანიდან და ეგრევე გავაჩერეთ. ალექს, რა არის შენი აზრით? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სამარხი, აკლდამა. ნახე, ვაიმე ერთი აი მეორეც, ნახე? ხო. მოდი, მოვიძიებთ ახლა და გავაგრძელებთ ვიდეოსი. საბარაოდ ერთი რაც აქედან თვითონ ინფორმაცია? ხო, არ ვიცი. ერთი რაც უეჭველი ჩანს, რომ ეს სამარხები გამოჩნდა, როდესაც გზა გაიყვანეს აქ. ორი არ იქნებოდა რამდენიმე ათეული. იმიტომ ასეთი გაგზავნა მცხეთაში. მინიმუმ არის წარმართული პერიოდის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაახლოებით ქრისტეს შობამდე პირველი მეორე საუკუნეები, მაგრამ ნახავთ ინფორმაციას დაგიბრუნდებით. ძალიან საინტერესოა. ნეტავ არის რამე აქ გათხარეს არქეოლოგიური ანალიზი ჩაუტარდა ამას? ბევრი არაფერი არ წერია. რაც ნახეთ კიკეთში, ალბათ ასე ვთქვათ, არაპროფესიონალების ცუდად ნუ გაიგებთ. დაწერილი რომ სავარაუდოდ შეიძლება ეს იყოს მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი ნამარხები. მტკვარ-არაქსის კულტურა არის ძალიან ძველი, ეს არის თითქმის 6000, 5500 წლის წინ იწყება. ჩვენ წერეთელებს ხომ და მე-4000 წლებში და გრძელდება მე-2000 წლამდე, მაგრამ აი ეს უფრო მგონია მე უფრო შედარებით ახალი მოკლედ თუ ვინმე რამე იცით ძალიან გსხოვთ დაგვიწერეთ კომენტარში. წამოთანიარეთ სივა რა. ხო, ნუ მოკლედ და გარდა ამისა კიდე რაც უნდა ვთქვა აუცილებლად ხომ.
ჩვენ ხომ შეიძლება დილეტანტად ჩავითვალოთ, არ ვიცით, ვერ ვნახეთ ინფორმაცია, არც მოიძებნა. რაღაცა აბრა ხომ და აი რა ვიცი, ყველა ფეხის ნაბიჯზე ისტორიული ძეგლი მაქვს. აი მინიმუმ აბრა მაინც დადგეს, რომ მთელი საქართველო იქნება აბრა მერე. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომ აქ არის რაღაცა, თქვათ 2000, 10000 თუ 5000 წლის ნამარხი თუ აკლდამა, რა პრობლემაა? ხალხი მოვას, ურას მაინც გადაიღებს. მე რა კარგია. კარგია გიკეთი. გადმოვუხვიეთ ცენტრალური გზიდან და ჩამოვედით ნასოფლარ კვესეთში. აქ გავაჩერეთ მანქანა და უკვე აქედან განვაგრძობთ გზას არაჩვეულებრივ ბეთანიამდე. ბეთანიის სამონასტრო კომპლექსი შედგება 2 ტაძრისგან. ერთი პატარა იყო აგებული 1196 წელს და არის წმინდა გიორგის სახელობის, ხოლო მთავარი ტაძარი არის აგებული მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ახლა ვართ ვერეს ხეობაში და აქ სიარულის დროს გრიგოლ ორბელიანმა აღმოაჩინა ეს მიტოვებული ნახევრად ჩამონგრეული ადგილი, ტაძარი და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ამ ტაძრის აღდგენა. სახელწოდება ბეთანია ებრაული ტოპონიმია, რომელიც ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდთან არის დაკავშირებული. კერძოდ ბეთანი ითარგმნება როგორც ფინიკის სახლი. ეს იყო ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ ბიბლიური გმირები, მართა, მარიამი და ლაზარე. ბეთანის ტაძრის ისტორია, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ორი ეტაპად იყო, როცა ის აშენდა და შემდეგ, როდესაც ის ხელახლა აღმოაჩინეს, უკვე მე-19 საუკუნეში გრიგოლ ორბელიანმა და შემდეგ რაც ძალიან საინტერესოა, შიგნით ფრესკები აღდგენა მოახდინა გრიგოლ გაგარინმა. ეს გრიგოლ გაგარინია, რომელმაც მოხატა თბილისის სიონის ტაძარი. აქედან გამომდინარე, თამარის ფრესკა, გიორგი მესამის, ლაშა გიორგის თუ სუმბატ ორბელის კარგად არის შემორჩენილი მხოლოდ იმის გამო, რომ ის აღდგა და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის სიმპათიური და ლამაზი თამარია, ალბათ ბერთუბანთან ერთად. გაცლებით მირჩევნია ყინტვისის და ვარძიაში დახატულს, მაგრამ მაინც გამორჩეული ადგილია ბეთანია. კიდევ რა შეგვიძლია თქვა, აქ ძალიან საინტერესოა, რომ ეს ტაძარი აშენებულია იოანე ორბელის მიერ, ანუ განსხვავება ჯერ იყო პატარა ტაძარი, 96-ში და 60 წელიწადში დაიწყეს უკვე დიდი ტაძრის მშენებლობა და მალევე მოუხატავთ, რადგან ლაშა გიორგის გვირგვინი ადგას და ხმალი აქვს. ესე იგი უკვე არის თანამოსაყდრე, ანუ დაახლოებით 1206-1207 წლებში უნდა დახატული იყო შიგნიდან. შესაბამისად, უკვე ტაძარი აშენებული უნდა იყოს მინიმუმ 2-3 წელი, რადგან შიგნიდან კარგად უნდა გამოშვებული. რაც შეეხება აი ამ პატარა ტაძარს, რომელიც პირველად იყო აშენებული, აქ მოხსენებულია ვინმე რუსუდანი, როგორც პატრონი და რუსუდანი არის ორბელების რძალი და საინტერესო არის ტაშერ ძორაკეთის კვირიკე მესამის შვილი. მაშინ ეს იყო შერეული სომხურ-ქართული სამეფო, ამ შემთხვევაში ეს არის შემოდის ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში და სწორედ ორბელები, ის ორბელები არიან, ვინც თავის დროზე იოანე ორბელმა სუმბატის ძემ ხარი დაუჭირა დემნა უფლისწულს, რომელიც საუჯახდა თავის ბიძას გიორგი მესამეს. ანუ თამარის და გიორგი დემნას შორის ხომ იყო ასე ვთქვათ არჩევანი და გიორგი მარჩევანი გააკეთა არა თავის მიშულზე, ვისაც ეკუთვნოდა ტახტი, არამედ თამარზე. და სწორედ ეს ორბელები არიან და ორბელების ნაწილი შემდეგ აქედან გაიქცა სომხეთში, ხოლო ნაწილი დარჩა და სავარაუდოდ ამ მაის აშენება სწორედ შემდგომ პერიოდში ხდება, საკმაოდ დიდხანს ეს ეკლესია ეკუთვნოდა ორბელების საგვარეულოს. წარწერები ძირითადად გვხვდება 3 წმინდა გიორგის ეკლესიის გარშემო და საინტერესოდ არის შემორჩენილი, საკმაოდ კარგად იკითხება, ნაწილი დაფარულია, მაგრამ მაინც
და მოხსენებული ვინმე ეჯიბი, რომელიც აღუზრდია ორბელებს, ასე რა თქმა უნდა, ორბელების საგვარეულო, რომელიც ფლობდა და პატრონი რუსუდანი. ხშირად ერევათ ხოლმე რუსუდანი მეფე რუსუდანში, ეს ასე არ იყო, აქ საუბარია რუსუდანზე, რომელიც გახლავთ ორბელების რძალი და ლიპარიტ ორბელის მეუღლე და ის არის კვირიკე ტაშիր ძორაკეთის მეფის შვილი. ამ შემთხვევაში ეს სამეფო უკვე შემოდის საქართველოს შემადგენლობაში და ორბელები იმდენ ძლიერ საგვარეულო გახლდათ, რომ მათ ჰქონდათ ამის საშუალება რომ ესაეშენებინათ, მაგრამ ძალიან საინტერესოა რომ ამის აშენება ხდება მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოცილდნენ სამეფო საგვარეულოს მართვას, უბრალოდ დემნა უფლისწულის აძახების შემდეგ, რომელსაც ხარი დაუჭირა ივანე ორბელმა, მისმა სიმამრმა. ანუ ძალიან ესეთი სამეფო კარის თამაშები გვაქვს მაშინ. არის ესეთი მოსაზრება, რომ ბეთანია სწორედ აშენდა ერთგვარად გამოსასყიდის ან რაღაც საგვარეულო რომ ვთქვათ ნაწილი მაინც დარჩენილი იყო, რადგან როგორც უკვე აღნიშნე, ორბელების საგვარეულოს ნაწილი გაიხიზნა საქართველოსთან, კერძოდ სომხეთში, სამხრეთში, სიუნიქის პროვინციაში. სანამ კოჯრის ციხეზე ავალთ, ჩვენ გვერდს ვერ აუვლით აი ამ მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს პატივისცემას იმ გმირების ხსოვნისადმი, რომლებიც აქ იბრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 1921 წელს. ყველა მისით იუნკერების ამბავი მე არ მოვყვები ახლა ამ მთლიან ისტორიას, ხოლო რამდენიმე მცირე ფრაგმენტით შეგახსენებთ ამ ძალიან მაგარი პატარა ბიჭების, ახალგაზრდების ამბავს, რომლებიც იყვნენ ჩვეულებრივი სტუდენტები. იუნკერთა სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც ამზადებდნენ მომავლის ოფიცრებს, რომელიც სხვადასხვა 1919 წელს დაარსდა და მის ამბავში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ გენერალ გიორგი კვირინტაძეს. და 125 კურსანტი იბრძოდა. ანუ აქ 125 იმიტომ ვთქვი, რომ ძალიან ბევრს გონია არასწორად წარმოდგენა, რომ მხოლოდ იუნკერები იბრძოდნენ. არა. რეგულარული სახალხო არმია იყო, ბევრი იყო, მოხალისეები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ იუნკერების გმირობის ამბავი მაინც გამოსარჩევია, რადგან მათ შეეძლოთ არ ებრძოლათ. მაგრამ ის მინდაიდან ისინი ძალიან მაგრად მოწესრიგებული ხალხი იყო და ბევრისთვის სამაგალითო ადამიანები გახდნენ, როგორც სწავლაში, ასევე სამშობლოს სიყვარულში, მათ გადადეს ყველაფერი და სწორედ კოჯო ტაბახმელას ფრონტის ეს ნაწილი ჰქონდათ გამაგრებული. დაიღუპა დაახლოებით 40-დან 45 იუნკერამდე და შემდეგ ისინი მოგვიანებით დაასაფლავეს დღევანდელი პარლამენტის ადგილას, იდგა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია და მანდ იყო სასაფლაო და ახალი ორი კვირა არ არის გასული საბჭოთა ოკუპაციიდან და ზღვა ხალხი მივიდა. წარმოიდგინეთ რამხელა რისკი იყო ეს. იმდენად პატივს სცემდა ხალხი ამ ახალგაზრდა ბიჭებს და სხვათა შორის ძალიან რამდენიმე იუნკერის მოგონებაც არსებობს, მოკლედ ამას ცალკე გადაცემას მიუძღვით, მაგრამ კოჯრის ციხესთან სანამ ავალთ, გვაქვს ეს პატარა, ასე ვთქვათ, პანთეონი, მემორიალი, რომელიც გვახსენებს ამ ძალიან მაგარი ადამიანების, ჩვენი გენიალური ახალგაზრდების გმირობას. რომ არა ეს ფაქტი და საბჭოთა ოკუპაცია, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იუნკერები შემდგომში ოფიცრები შექმნდნენ ძალიან კარგ და მაგარ საქართველოს ჯარს და რომელიც იქნებოდა კონკურენტუნარიანი რეგიონში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამიტომ ყოველთვის მოვიდეთ და მივაგოთ პატივი ამ ძალიან მაგარ გმირებს და გმირი არის თითოეული ჩვენგანი, თავარი ამის გამოვლინების საშუალება და შნო გქონდეს. სრული ეს გადაცემა კოჯორს ვუვლით წრეებს, ხან იქიდან მივუდექით, ხან აქედან მივუდექით და რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ აქ დაგვესრულებინა ზოგადად ჩვენი გადაცემის ეს ეპიზოდი და მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ უშუალოდ კოჯორზე. კოჯორი ფეოდალურ ხანაში მეფეების დასასვენებელი ადგილი იყო, მათი რეზიდენცია იყო. არც არის გასაკვირი, იმდენად ლამაზი ხედები იშლება ყველა მიმართულებით, თუმცა ახლა არაფერი არ ჩანს. რაც შეეხება სიტყვა კოჯორის ეტიმოლოგიას. აქ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით ეს არის
სვანური ენიდან წარმოშობილი კოჯო, რაც ნიშნავს ქვას, ხოლო კოჯორი ქვიანს. არც ეგ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გავიხედოთ, დიდი ლოდები არის, დიდი ქვებია. სხვა ვერსიით კიდევ ეს უნდა ყოფილიყო კოჟორი და ეს ტოპონიმი თავისი წარმოშობით უკავშირდება კოჟოს, რაც კლდის თხემს ნიშნავს. და სწორედ ამ ვულკანურ წარმოშობის კლდის თხემზე არის დაშენებული ციხეც, რომელსაც ახლა ვესტუმრებით. კოჯრის ციხე არის ადგილი, რომელიც ყველა მიცის თბილისში მაცხოვრებელმა მიდამოებში, ვინც სადაც გაგიბლიათ და გამოგიბლიათ. ციხე პირველად მოხსენებულია მე-11 საუკუნეში, ბაგრატ მე-4-ის დროს და იქიდან ჩანს, რომ ამ ციხეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა განსაკუთრებით თბილისის დაცვაში, ან თბილისისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში. რადგან ერთ-ერთი ცენტრალური გზა, რომელიც მიდიოდა თბილისისკენ, იყო სწორედ აი ამ მიდამოებში, მას ჰქონდა ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. რაც ჩანს ადგილიდან, ახლა არა, მაგრამ ზოგადად იშლება ფანტასტიკური ხედები, ჩანს ქვემო ქართლის ველი, მარაბდა, აქედან მანგლისის გზა, აქედან დიდგორი და თუ გადავხედათ საქართველოს ისტორიას, თბილისში შეტევების დაახლოებით მე-13, მინიმუმ მე-13 მოდის სწორედ აი ამ მიმართულებიდან. აი სხვას რო თავი დავანებოთ, თბილისს არ ეხებოდა კონკრეტულად, მაგრამ დიდგორის ჩვენი ძლევა ის საკვირველი სწორედ ილღაზი შემოდის აი ამ მიმართულებით. აჰა, ოფროუდის მოვიდა. მე მგონი ლევანი ხო არ არის. გამარჯობა. ამ ადგილს ვახუშტი მოიხსენიებს როგორც აზეულას ციხე. მანამდე ჩვენ ხვდება ტოპონიმი ქოროღლის ციხე, სხვა შორის ქოროღლი ნიშნავს ბრმის შვილს და არის ესეთი გადმოცემა, რომ ერთ-ერთი ხანი, რომელმაც მამამისი შაჰმა დაუთხარა თვალები, მოკლედ აღარ მოყვები ახლა ამ ისტორიას, აქედან გამოიქცევა და ერთ-ერთ ცნობილ ყაჩაღზეა საუბარი, ქოროღლი და შემდეგ ეს ადგილი დამკვიდრდა სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში და ჩვენც, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანები და უფრო სასაკის ადამიანები ამ ციხეს ყველა ეძახდა ქოროღლის ციხეს. მაგრამ აზეულა ვახუშტი არ მოწონს ქოროღლი და ეძახის აზეულას, სადღაც აზეულა ქვია ზოგადად აი ამ მიდამოებს, აი ამ თას ეძახდნენ ერთ-ერთი ვერსიით აზეულას. ხოლო კოჯორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მდებარეობს კოჯორში. ახლა წავიდეთ ციხეში და უფრო დეტალურად რაღაც პატარა-პატარა ლამაზი ისტორიები უკვე მოვყვეთ იქიდან. ამოვიარეთ საკმაოდ ციცაბო კიბე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ განაახლეს, რომ მანამდე იყო ძველი ჟანგიანი რკინები იყო ჩამოკიდებული. ზოგადად, აქედანაც კარგად ჩანს ციხის მთავარი დანიშნულება. ეს ციხე არ იყო არც სამოსახლო, არც რაიმე სხვა, მას ჰქონდა წმინდა სტრატეგიული დაზორვითი ხასიათი. რატომ უსვამთ ამას ხაზს? პირველ რიგში ამას ამტკიცებს მისი მდებარეობა, რთული მისასვლელი რელიეფი და ფაქტიურად თითქმის 3/4 ციხის არის ციცაბო კლდე. და მხოლოდ ერთი ვიწრო თრიალეთის ქედის ერთი მცირე ნაწილი შეიძლება შედარებით მარტივად მოხვედრა ციხის ძირთან და იქიდან კიდე შემდეგ დაახლოებით 20 მეტრიანი საფურთხიალო ამოსასვლელი კიბეები გახლდათ. რაც შეეხება, როდესაც ცნობილ ამბავს და ლეგენდას უბრუნდებით და დაუბრუნდებით კიდევ თამარის სავარაუდო გარდაცვალების ადგილთან დაკავშირებით, აი როგორც ისტორიკოსი თითქმის დარწმუნებული ვარ, თუ საუბარი არის კოჯორზე, იქნება ის ადგილი, რაც უკვე გაჩვენეთ გადაცემის დასაწყისში, კაბენის მონასტერი და ის კომპლექსი, რაც მანდარის, რადგან აქ აი ამ ადგილზე არც ალაგი არის საკმარისი, მისასვლელობაც რთულია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თამარი საკმაოდ დასუსტებული იყო, მოუწევდათ მისი, ასე ვთქვათ, ამოთრევა პირდაპირ გაგებით. აქედან გამომდინარე, მე ვემხრობი ქვედა კოჯორს, ანუ კაბენს, ეს იყო მხოლოდ თავდაცვითი
ნაგებობის და დაზვერვითი ციხე. ახლა შევიდეთ აი ამ ვიწრო გვირაბით და ავად ძევით. როგორც ვხედავთ, ტერიტორიაზე შემორჩენილი არის გალავნის ნაწილი და ასევე ორი კოშკის ნაწილი და ძირითადი ფენები, რაც გამოირჩევა, არის მე-11 საუკუნის უშუალოდ მაშინ, როდესაც ის აშენდა და მე-16, მე-18 საუკუნეების უკვე განახლებული. საინტერესო არის ის, რომ 1625 წელს, როდესაც მოხდა მარაბდის ბრძოლა და იქ დამარცხდნენ ქართველები, ყიზილბაშები გამოედევნენ ქართველებს და უკვე აქ ქართველებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. სწორედ მე-17 საუკუნეში როსტომ ხანმა კოჯორი ისევ აქცია მეფეთა რეზიდენციის ადგილად და მან აღადგინა ეს ციხე. ამ ციხეს და ვისაც რა გინდათ ის სახელი დაუძახეთ, უკავშირდება ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა საქართველოს ისტორიაში. მათ შორის რამოდენიმე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ გადაცემა არ გვაქვს ამ ფორმატის, ამიტომ ვიტყვი გამორჩეულ ორ მომენტზე. პირველი ეს არის 1777 წლის აჯანყება დემნა უფლისწულისა და ივანე ორბელის მისი სიმამრის, რადგან მათ კარგად დაინახეს, რომ გიორგი მესამე მაშინდელი საქართველოს მეფე არაპირებდა კანონიერის, ხოთა შორის კანონიერი მემკვიდრისთვის, დემნასთვის, ანუ დემეტრესთვის სამეფო ჩაბარებას მისი სიკვდილის შემდეგ აპირებდა მისი შვილის თამარის გამეფებას, ამიტომ აჯანყება დაიწყო და მისი ძირითადი ცენტრი იყო სწორედ ეს ციხე. 1178 წელს თამარი ხდება გიორგი მესამეს თანამოსახლე, ანუ თანამეფე. ანუ სიმბოლურია. აქ გადაწყდა ფაქტიურად, რომ თამარი უნდა გამختارიყო საქართველოს მეფე და სავარაუდოდ ის აქვე გარდაიცვალა. ისტორიას უყვარს ესეთი ამბები. ხოლო მეორე ამბავი, რომელიც ასევე ამ ციხესთან არის დაკავშირებული, ეს არის უკვე ჩვენი უახლოესი ისტორიის პერიოდი, როდესაც 1921 წელს წითელი არმია შემოიჭრა. ამაზე უკვე ჩვენ ვისაუბრეთ დაბლა და სწორედ ეს მიდამოები, კოჯორ ტაბაყმანას მიდამოები იყო ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ზღუდე და იუნკერების გმირობაზე, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. სწორედ აი ამ ადგილზე მოხდა და ქვევით არის სწორედ მათი მემორიალი და ეკლესია. დავასრულე ძალიან საინტერესო გადაცემა, განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, რომელიც ორივე ჩვენგანისთვის იყო აღმოჩენა სიახლე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები შეიძლება ვიცოდით. ძალიან ბევრი ადგილი პირველად ნახეთ ორივე. აი ესეთი იდუმალებით ახსავსია თბილისი და ასეთი ძალიან საინტერესო ქალაქი, დედაქალაქი გვაქვს, რადგან მის გარშემო არის ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი და რაც დღეს ნახეთ ვიდეოში, ფაქტობრივად ერთი დღის განმავლობაში ფეხით, ველოსიპედით, მანქანით. ცოტა კაბენი იქნება რთული ერთ დღეში რომ ჩავსვათ, მაგრამ ცალ-ცალკეც რომ ნახოთ, აი კაბენში მე დიდი სიამოვნებით ალბათ წავალ და მთელი დღე ვილაშქრებ გაზაფხულზე, ზაფხულში, იმიტომ რომ ისეთი ხედებია და ის ჩანჩქერები ხომ ცალკე საოცრებაა, რომ ალბათ ღირს რომ მთლიანი დღე ამ კაბენსაც დაუთმოთ. და ასევე საპიკნიკეთად ფანტასტიკური ადგილია და რაც თავარია, ეს არის ძალიან დიდი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთი გადაცემა კიდევ გვექნება რამოდენიმე, რომელიც გაჩვენებთ თბილისიდან სად გავიდეთ ახლოს, ისე რომ ერთ დღეში დავბრუნდეთ. ახლა გემშვიდობებით, თუმცა ჯერ არ ვიცით, შემდეგი გადაცემაში საიდან მოგესალმებით, სად გადაგვაგდებს ქარი თუ ნისრი, შევხედოთ. შეგიძლიათ გვირჩიოთ თბილისთან ახლოს, სად შეიძლება წავიდეთ და ვნახოთ კარგად ნაცნობი და ცოტა უცნობი ადგილებიც მადლობელი დაგრჩევით და არ დაგავიწყეთ, რომ არხი უნდა გამოიწეროთ, დაალაიქოთ, მოიწონოთ იგივე და დაწეროთ კომენტარი. წავედით, კარგად. ჯეირანის მომდევნო გადაცემაში ვესტუმრებით ისტორიით მდიდარ ნიჩბის, ვოვინახულებთ ციხეს სასახლეს და პატარა მეფუტკრეობას. ასევე დავათვალიერებთ დაკარგულ ნასტაკისის ველს.